საქმეზე წამების სექსუალური ხასიათის ძალაუფლებითი მოქმედების სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით სიმართლე გითხრათ ახლა მოლოდინი ნამდვილად ჰქონდა რომ იგი იქნებოდა ბრალდებული ამ საქმესთან დაკავშირებით ვინაიდან მოწმეთა ჩვენებებით იკვეთებოდა როგორც მისი მონაწილეობა ასევე სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა პროკურატურის პოზიცია თავიდანვე ესეთი იყო რომ პირველად პასუხისმგებაში მიეცა და განაჩენი დადგა ამ სრულებლებზე ეს გახლავთ ცისაური და ტერაშვილი რომელმაც უშუალოდ განახორციელეს სექსუალური ხასიათის ძალაუფლებითი მოქმედება ციხეში და მათ ამ საქმეზე მიესაჯათ 18 წლის თავისუფლების აღკვეთა შემდეგ იყო შუალედური რგოლი ეს გახლავთ ყაჭეიშვილი და ფაცაცია ასევე ამაზეც დადგა განაჩენი და რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ის იყო რომ სამწუხაროდ სასამართლო მეგის კარდავა თეთრაძის ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო მან მიიჩნია მოსამართლემ მიიჩნია რომ საქმის შეარსებული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი იმისათვის რომ დამდგარიყო მეგის კარდავაზე გამოტყუნებელი განაჩენი და სწორედ ეს იყო საფუძველი მეგის კარდავას გამართლების. თუმცა მე მიმაჩნია და ვთვლი რომ ეს ნამდვილად ესე არ იყო ჩვენ თავის დროზე ავტეხეთ ხმაური ამასთან დაკავშირებით მაშინ როდესაც მე მხედველობაში მაქვს კბილაშვილის დროინდელი პროკურატურა როდესაც მოწმეთა დაკითხვა მიმდინარეობდა საქმის მთავარი მოწმეები ვინც იყვნენ ეს გახლავთ ჯაშუშობის საქმის გამომძიებლები რობერტ გრიგალაშვილი გიორგი ქევხიშვილი და გიორგი ხვედელიძე სამწუხაროდ მაშინდელი პროკურორის ხათუნა კალანდაძის შუამდგომლობით მთავარი მოწმეები მოიხსნა დასაკითხ პირთა სიიდან ვისაც ფაქტიურად გააჩნდა ძალიან დიდი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხდებოდა და რას ჰქონდა ადგილი სამხედრო პოლიციაში. და სწორედ ეს იყო შედეგი იმისა, რომ მეგის კარდავას თეთრაძის ეპიზოდზე მეგის კარდავაზე დადგა გამომართლებელი განაჩენი. სამწუხაროდ შედეგი ესეთი იყო ჩვენ მოგეხსენებათ მხარე არ ვართ საქმეში და ვერაფერი ვერ შევძელით ამის შემდეგ მე მქონდა შეხვედრა კბილაშვილთან და როდესაც მე მას შევხვდი და ვუთხარი რომ თუ რატომ მოხდა ეს ესეთი პოზიცია რატო ერჩია პროკურატურამ და მთავარი მოწმეები რატომ მოხსნა დასაკითხ პირთა სიიდან დამჩა შთაბეჭდილება რომ ის მაინც და მაინც არ იყო საქმეში ჩახედული როგორც ჩანს და სამაგეროდ ეტყობოდა რომ საქმეში კარგად იყო ჩახედული ნაცვლიშვილი და ეს იკვეთებოდა კიდევაც ისე მიდიოდა მაშინ ეს პროცესები. ახლა ბაჩო ახალაიეს გარდა მოწმეთა ჩვენებებით ასევე იკვეთება სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობა. ეს არ არის ერთი და ორი მოწმის ჩვენება, მრავლად არიან მოწმეები, ვინც ასახელებენ ამ ადამიანებს სერგო თეთრაძის საქმეზე და ასევე მინდა გითხრათ რომ სერგო თეთრაძე დააკავეს 2011 წლის 17 სექტემბერს გამთენიისას მის დაბადების დღეს იგი პირდაპირ გადაყვანილი იქნა სამხედრო პოლიციაში მას ბრალად ედებოდა ჯაშუშობა პირველი ის რომ ქვემდებარეობით ნამდვილად არ იყო ჯაშუშობის საქმე სამხედრო პოლიციის გამოსაძიებელი მეორე ის რომ ეს ადამიანები ვინც უშუალოდ გამოიძია ეს ჯაშუშობის საქმე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები და ყველანი იყვნენ კადრების განკარგულებაში გადაყვანილი და აი პროცესები ესე განვითარდა. ნახოთ ახლა ველოდებით შემდეგ ვინ იქნება შემდეგი და ნახოთ. მაშინ როგორ ვიქნებ, რატომ არ გიტანდეს მაშინ ბაჩუახალაიეს ბრალი და რატომ მოხდა ეს ახლა და ზოგადად თქვენ ახსენეთ ასევე რომ მე მოგახსენებ და გეტყვით რომ ეს არ ვიცი პროკურატურამ ესეთი პოზიცია აერჩია ჯერ პასუხისგებაში მიეცა ამსრულებლები ციხის თანამშრომლები უშუალოდ ბოლოს ვინც განახორციელეს წამება სერგო თეთრაძეზე ესენი გახლავთ ცისაური და ტერაშვილი შემდეგ წამოვიდა შუალედური გული ყაჭეიშვილი ფაცაცია ციხის სხვა თანამშრომლები და ახლა მესამე ეტაპი იყო მაღალი თანამდებობის პირები ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები
თუმცა იცით რა, ეხლა ამ შემთხვევაში იცით რა, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, თუმცა მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ არაერთი მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ნამდვილად იღებდა ბაჩუ ახალაია მის დაკითხვაში და აი ამ ყველაფერში ჯაშუობის საქმის გამოძიებაში მონაწილეობას, მეტიც საგამოძიებოს უფროსმა, სამხედრო პოლიციის საგამოძიებოს უფროსმა ლევან ზაქრაძემ სასამართლოზე პირადად განაცხადა, რომ მას დავალება მისცა ბაჩუ ახალაია მინისმა და მას დავალება მიცა ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა, რომელიც ასევე ფიგურირებს და საინტერესოა მის არა მე ხა ამ 9 თვიან ვადას ვერ ნამდვილად ვერ დაუკავშირებ ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით ამას. კი, მე შევხვდი აბსოლუტურად ყველა უწყების პირველ პირს, ყველა უწყების პირველ პირთან მქონდა დეტალურად საუბარი ამ საქმეზე. მაგრამ საქმე იმაში, რომ ეს იყო ხა პროკურატურის პოზიცია და ხა ჩვენ უზრუნველები ვიყავით, მათ ჩათვალეს საჭიროდ პირველი დაიწყეს ამსრულებლებით, შუალედური რგოლით და გადავიდნენ მაღალ ჩინოსნებზე ახლა. თავარია რომ ახლა ეს როგორ მოხდება, ვინ პირველი და ვინ მეორე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თავარია რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს და ყველა დამნაშავე კანონის შესაბამისად იქნას დაიშალე. ახლა ის რომ სამართალი შერჩევითი იყო ადრე და ეხლაც იგივე გაგრძელდეს, რასაკვირველია ჩვენ ამის წინააღმდეგები ვართ და რასაკვირველია მე ჩემი შეხედვა კბილაშვილთან იმას ვითხოვდით და ქალბატონინანაც ჩემთან ერთად იყო, თუმცა ხა აღარ მინდა გავაგრძელო რაზე იყო საუბარი ბატონო კბილაშვილმა ქალბატონინანას ურჩია რომ კარგი იქნებოდა მის მეუღლეზე წიგნი დაეწერა და საუბრიდან დამჭერ დაბეჭდილება რომ მაინც ის არ იყო ჩახედული და მაინც კარგად არ იცნობდა საქმის დეტალებს, ნუ მოგახსენებთ რომ სამაგეროდ კარგად საქმის მასალებს კარგად იცნობდა. იცით რა, ნამდვილად ეს რომ ესე იყო, ამას ჩემი ეჭვი აძლიერებს და უბრალოდ ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ესეთია, რომ ის პროკურორები, ვისაც უშუალოდ დაევალა ჯაშუშობის საქმის გამოძიება, ეს გახლავთ რობერტ გრიგალაშვილი, გიორგი ქევხიშვილი, გიორგი ხვედელიძე, იმ პერიოდისთვის, როდესაც დაიწყო 2012 წლის დეკემბერში თეთრაძის საქმის გამოძიება, ეს ადამიანები მთავარი პროკურატურის მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. აი ამიხსენით და მითხარით მაშინ ვინმე, ვის შეუძლია ამაზე პასუხი გავცეს. როგორ შეიძლება პირები, ვისი მონაწილეობაც იკვეთებოდა საქმეში, ეს ადამიანები კვლავ ინარჩუნებდნენ მაღალ თანამდებობებს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ჩდებოდა კითხვები, რომ გამოძიება არ ჩატარდებოდა ობიექტურად, არ წარიმართებოდა გამოძიება ობიექტურად და შედეგიც სახეზე იყო. მე სულ არ გამკვირვებია სასამართლომ რომ მეგის ქარდავას თეთრაძის ეპიზოდში მეგის ქარდავაზე დააყენა გამომართლებელი განაჩენი და საფუძვლად მოიტანეს ის რომ არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები არ იყო. ხლა იმ შემთხვევაში თუ იყო საკმარისი მტკიცებულებები გორელაშვილის, ჩაპლიგინის, ლონდარიძის ეპიზოდში, თეთრაძის ეპიზოდში, ხა მკვდარი მოგეხსენება ჩვენებას ვერ მისცემდა და მკვდარი ჩვენებას არ იძლევა, მაგრამ იქ იყო საკმარისი მტკიცებულებები იმისა, ისევე სამხედრო პოლიციის მაღალი თანამდებობის პირების, გამომძიებლების და საგამოძიებოს ნაწილის უფროსის და სხვადასხვა თანამშრომლების მხრიდან იქნა ჩვენება მიცემული, რომ ნამდვილად ამ საქმეში იღებდა მონაწილეობას. ვერ გეტყვით, არ ვიცი, არ გადამოვიდა. ბუნებრივია ხა ეს ესე იქნებოდა რა თუნდაც. ამ საქმესთან დაკავშირებით მე მივმართე შევხვდით ჩვენ ირაკლი ალასანიას შარშან 16 სექტემბერს მე მათ გადავეცი ისია
რომ ნამდვილად ეს ადამიანები, ვინც უშუალოდ ვისი მონაწილეობაც იკვეთებოდა, ხა მე არა ვარ სასამართლო და მე ვერ გადავწყვიტა ვინ არის დამნაშავე და ვინ უდანაშაულო, ხო? მე შევხვდი ალასანიას და უთხარი, რომ ნამდვილად აი ამ თქვენი თანამშრომლების მონაწილეობა იკვეთებოდა თეთრაძის ეპიზოდში, ეს ადამიანები რატომ იკავებდნენ კვლავ მაღალ თანამდებობას? მან მითხრა, რომ მე არ მომსვლია პროკურატურიდან ის, რომ ეს ადამიანები მხოლოდ მართალია მოწმის სახით იყვნენ დაკითხულები და შემდეგ გადაბარების ჯგუფს ხელმძღვანელობდა გაბუნია და გადაბარების ჯგუფის მერე მოხდა ისე რომ ეს ადამიანები კვლავ დაინიშნენ ასევე მაღალ თანამდებობაზე. ასევე იყო მინდა გითხრათ კობა თოდუა, რომლებიც სამეგრელოს კასრების თემაზე ფიგურირებს და ეს ადამიანიც ასევე მაღალ თანამდებობას იკავებდა სამხედრო პოლიციაში. იცით რა მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა რომ და ერთ რამეს მინდა ყურადღება მეაქციო. ცერგო თეთრაძე დააკავეს 18 სექტემბერს გამთენიის ასე 17 სექტემბერს მაბატეთ გამთენიის ასე ის გადაიყვანეს სამხედრო პოლიციაში. 17-ში და 18-ში მას სასტიკად აწამებდნენ. მან ესე იგი 18-ში საღამოს შეხვდა მის პირველ ადვოკატს და თამარ ესეიშვილს და განუცხადა და უთხრა რომ იგი იყო სასტიკად ნაწამები და მისგან ითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას ჟაშუშობის საქმეზე და აღკვეთქონიზებაზე როდესაც გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში მას ემჩნეოდა სახეზე რომ იყო ქონდა სილურჯეები, ესვა გრიმი, რომ ეს არ გამოჩენილიყო და უჭირდა დამოუკიდებლად გადაადგილება. ანუ უკვე სამხედრო პოლიციიდან გადაყვანის შემდეგ ის უკვე მანამდე იყო სამხედრო პოლიციაში იყო სასტიკად ნაწილი. თუმცა ხა ის რომ ციხეში გაგრძელდა მისი წამება, ეს ნამდვილად დადასტურებული ფაქტია უკვე და ამას არავინ არ უარყოფს, მაგრამ მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა და სექსუალური ხასიათის ძალმოქმედებითი მოქმედება დაიწყო სამხედრო პოლიციაში. ამას ადასტურებენ, ეს დადასტურებული არაერთი მოწმეთა ჩვენებით და დანარჩენს ნახო დაველოდეთ გან. სამწუხაროდ მუშაობენ კი, ხა მე იცით რა მე არ ვიცი ხა ზუსტად რამდენი მუშაობს ხა მე სექტემბრის მონაცემებით ეს ყველაფერი ვიცოდი დღეს გამიჭირდა ამის გადამოწმება იმიტომ რომ ინფორმაცია ჩაგვიკეტეს და ხა ამ ეტაპზე რამდენი ადამიანი მუშაობს ცოტა ამის ხმა გამიჭირდება თუმცა რომ მუშაობდნენ და ესენი იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები ფაქტია ჯერ უნდა დავიწყო იმით, რომ ეს გაუნელებელი ტკივილია, მოლოდინი იმისა, რომ საქმე დაწყებულიყო და ეს ბრალეულობა წაყენებულიყო ბაჩო ახალაიასთვის, ჩვენ მქონდა სულ თავიდანვე, იმიტომ რომ ჩემ განცხადებაში, რომლითაც მე მივმართე ქალაქის პროკურატურაში, მე აღნიშნე ყველა ის ფაქტი, ეს ფაქტები დადასტურდება და მე მოწმეთ როცა ვიყავი დაკითხული, მაშინაც თქვი, მე ვიყავი პირველი მოწმე ამ საქმეში და მაშინაც თქვი სასამართლოზე. არაფერი მაქვს დასამატებელი იმის გარდა, რომ ნამდვილად ჩემთვის იყო ცნობილი ჯერ მაშინ, როცა ჩემი მეუღლე იყო ცოცხალი, რომ მას აწამებდნენ და ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. არაერთი მაღალჩინოსანი თავის ჩვენებაში დაგვიდასტურა და კიდე ერთხელ გაგვიმართა, რომ უშუალოდ ყველა ბრძანება სრულდებოდა ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას მეშვეობით. პირველ ადვოკატს ქალბატონ თამარ იასეიშვილს ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მას პოლიეტილენის ცელოფანს აწმევდნენ თავზე და ისე აწამებდნენ, გუდავდნენ და მე ეს გაგრძელდა იმისთვის, რომ აღიარებითი ჩვენება აეღოთ. მაგ დროისთვის ჩემი მეუღლე უკვე იყო თადარიგის ოფიცერი, ის გავიდა 2007 წლის 5 თებერვალს. არანაირი ინფორმაციას მაგ დროისთვის არ ფლობდა, იმიტომ რომ ინფორმაციას საერთოდ აქვს ვალიდობა. ხო და ჩვენ ნამდვილად მე ორჯერ შევხვდი ბატონ არჩილ კბილაშვილს და როგორ ფიქრობთ მე არ გამიჩნდა ეს კითხვა ზუსტად ასე მივმართვე მე თუ რატომ ადამიანი ზის ვაშლის გათლაზე მაშინ როცა ჩემი მეუღლე მკვდარია
და ერთი კვირის განმავლობაში ის მივაბარეთ მიწას. ასე ამიხსნა რომ საქმე ტაქტიკა ქონდა მაშინ პროკურატურას ეგეთი რომ მაგითვის უფრო უპრიანი იყო რომ საქმე გაყოფილიყო სამ როგორც თვითონ თქვა შრეთ პირველი შრე იყვნენ სისაური ტერაშვილი მეორე იმიტომ რომ მაგათ უფრო გაუადვილდებოდა ჩვენების მიცემა მეორე შრე უკვე უშუალოდ შემსრულებლები და მესამე შრე მაღალ ჩინოსნები ამ კითხვით მე მივმართე რა თქმა უნდა მე არ დავკმაყოფილდი და ვითხოვდი იმას რომ მაშინვე ყოფილიყო აი ეს ბრალი წაყენებული ბაჩო ახალაიასთვის შემიძლია გითხრათ კიდე ის რომ მაშინ შეხვდით ჩვენ ხათუნა კალანდაძეს და მე და ჩემი უკვე ახლანდელი ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე და გვიჩვენა ჩვენ 5 ფურცლიანი ოქმი სადაც ყველაფერზე ვითომ და იყო დაკითხული ბაჩო ახალაია და თითქმის ყველაფერზე ამბობდა აცხადებდა უვარს ანუ ეს ჩემთვის არ არის სიახლე და ეს არ არის რა ვიცი აპრიორი მე ველოდებოდი მაგას რომ ეს უნდა ყოფილიყო მაგრამ რატომ აირჩიეს ეს ვადები ნამდვილად არ ვიცი მე შევხვდი ახლანდელ როცა დამთავრდა ეს საქმე ბადაშვილს იმიტომ რომ ჩემთვის გაუგებარია როგორ შეიძლებოდა გამართლებულიყო მეგის კარდავა მაშინ როცა ერთი ადამიანი ორი დაზარალებული ყავს საქმეს გორელაშვილი კიდე ჩაპლიგინი და ლონდარიძე სამი და მათ ეპიზოდში თუ იმას ქნეს ბრალი წაუყენეს ბრალდებულად სნეს მეგის კარდავა რატომ იყო ის გამართლებული სერგო თეთრაძის საქმეში რა თქმა უნდა ეს არის შერჩევითი სამართალი როგორი მოლოდინი მაქვს იმისი რომ საბოლოოდ წერტილი დაისმევა მე მაქვს სხვა არითმეტიკა თუ ვიღაცა ითვლის იმას რომ წელიწადი და 9 თვე არის დაკავებული ბაჩო ახალაია მე გამაჩნია სხვა არითმეტიკა 2 წელი და 10 თვე არ არსებობს ჩემი მეუღლე სად იყო პროკურატურა მე არ ვიცი მაგრამ მოვითხოვ სახელის რეაბილიტაციას სრულ რეაბილიტაციას იმიტომ რომ ჩემი მეუღლე იყო კაცრავად ჩემი მეუღლე იყო ომის ვეტერანი 2 ომის მონაწილე მთელი თავისი მოღვაწეობის დროს ის იკავებდა ძალიან მაღალ თანამდებობებს და ჯაშუშობას რომ სერგო თეთრაძე არ აღიარებდა აი მაგაში ნამდვილად შეცდა ბაჩო ახალაია და მეგის კარდავა ნამდვილად არ აღიარებდა იმიტომ რომ ეგ მუნდირს თავისას არასდროს არ შეარწმენდა და მაგისთვის საერთოდ ეს სამხედროება არ იყო უბრალოდ ის ადგილი სადაც ის მუშაობდა ის მსახურობდა და იმსახურებს ამ ქვეყნიდან ყველანაირ პატივისცემას და მე მოლოდინი მაქვს რომ ეხლა მაინც გაითვალისწინებს სააპელაციო სასამართლო აი ამ ჩვენებებს და ამ ჩვენებას და ამ საერთოდ საქმის ვითარებას და შეცვლის მეგის კარდავას მიმართ თავის განაჩენს თუ არა და გავივლით ყველა ეტაპს და ვიჩივლებ სტრასბურგში რა თქმა უნდა იმიტომ რომ არაერთი სამხედრო გამოდიოდა იქ სიტყვით ზოგი მუშაობს ზოგი არა თვითონ ლევან ზაქრაძე მამუკა იოსელიანი იოსავა უკაცრავად გიორგი ხვედელიძე ზოგი იკავებს დღესაც თანამდებობას და რა თქმა უნდა ბრძანებას კი ასრულებენ მაგრამ გააჩნია ბრძანებას და მაგ ძალიან დიდი მოლოდინი რომ ეს არ არის წინასაარჩევნო რაღაცა პიარი რომ ნამდვილად საქმეში დიდი წერტილი უნდა დაისვას და საბოლოოდ სიმართლე მე არც ერთს არ ვიცნობდი მანამდე დაზარალებულს მაგრამ მე მოვითხოვ იმას რომ სერგო თეთრაძეს სახელი იყოს რეაბილიტირებული და თუ დღევანდელი კანონმდებლობა არ გვაძლევს მაგის საშუალებას მაშინ მიიღონ ეგეთი კანონი იმიტომ რომ ჩვენ გავიარეთ ნამდვილი 37 წელი
და რეაბილიტაცია უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ სამართლიან სახელმწიფოში მაგის მოლოდინი უნდა კონდეს ყველას. ასევე მე მინდა გითხრათ, აი ამ გადაწყვეტილებას სანამ გამოჩენი დაგდებოდა ფედერაციის კანონის საქმეზე წინ უცხოდა მეფის ხარდალას წერილი, რომელიც ხალხურმა ამას მისწერა და უცხოური იყო წინ საარჩევნო დიარი, მას ნამდვილად არ ჩაუდენია დანაშაული და არ იღებდა მისი ქმრის წამებაში მონაწილეობას და დრო მოვა და თქვენ სინათლეს დაიგებდა. ითი რაღაც მიმანიშნებელი კი იყო ეს წერილი რაღაცა. ეს მოხდა ზუსტად წინა დღეს, როცა მე გავდიოდი მოწმეს სახით სასამართლოზე. და რაც შეეხება სასამართლოს კიდე, მე არ ვიცი ახლა, მაინც ჩემი ტკივილი უნდა ვთქვა. ყველა საქმეს, რომელსაც ბაჩო ახალაიას ეხება, ყველა აწერია მოსამართლეს ბუგიანიშვილს. სხვა მოსამართლე არ არსებობს საქართველოში? როგორც ბუგიანიშვილი იტყვის, ისე უნდა დამთავრდეს ნებისმიერი საქმე. და სასამართლო რეფორმა მე მგონი იწყება თავიდან და სათავეში ისევ დგავს პავლე ყუბლაშვილი და თუ სახელმწიფოს არ აქვს გავლენა სასამართლოზე, სამაგიეროდ ყოფილ მმართველ ჯგუფს აქვს ძალიან დიდი გავლენა მაგაზე. ეს არის ჩემი მოსაზრება. ასევე ლევან ზაქაძემ დაასახელა სასამართლო პროცესებში, თქვა მან მიიღო უშუალოდ გავლენა მინისტრისგან, ახალგაზრდა ნიკოლე ძიმცეიშვილისგან და ძიმცეიშვილმა უთხრა, რომ მე მაქვს ვაქსინელია და კადრები ნაკრებულებაში გამომძიებული ის ინგლისურ დანიშნულებას და დანიშნულები არ იქნა მოსაბანოში ასე განხორციელებს საქმის ჩვენ არა მაქვს დომილება ეხლა ეგეთი მე არავის უკაცრავად მაგდა მე არავის პრეზუმპციას არ ვარღვევ მაგრამ თუ გამოიკვეთა ვინმეს ბრალი აბსოლუტურად კანონის წინაშე ყველა უნდა აგოს პასუხი და ნამდვილად ნუ ეხლა ეს ინფორმაცია როგორ იქნება ჩემთვის სახელი და გვარი იკვეთება გამოძიებაში და ეხლა შეიძლება დაინტერესდეს თვითონ პროკურატურა და დაკითხოს ისინი ხელმეორედ. ასევე გიერთებულად ეცფიძულებს ამ საქმეში. ნახეთ, საინტერესოა როგორ წარმართება ეს მესამე ეტაპი გამოძიების, რასაც პროკურატურა ყოველ შემთხვევაში ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო რომ დამდგარიყო პასუხისმგებლობა ყოფილი მაღალჩინოსნების ვინაიდან ფაქტია და სასახარის ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას რატომღაც სასამართლო თავიდან ესე მოხდა გამოძიება ისრები მიმართა ციხისკენ და ყველაფერი უნდა გადაებრალებინათ ციხეზე. კი ბატონო, ნამდვილად უნდა იყოს წამებას და არა ადამიანის მოწყობა საქმე, მაგრამ ასევე წამება დაიწყო განხორციელდა სამხედრო პოლიციაში. ხო ეს ადამიანები ციხემდე ხო მიიყვანა სერგუთეთრა, ვინ დააკავა, ვინ მიიყვანა, ვინ მიიყვანა სერგუთეთრა ციხემდე. 19-ში 6 საათზე მე ვნახე ჩემი მეუღლე და მაგას ქონდა მოტეხილი ცხვირი და როცა უკვე გარდაცვლილი იყო და მოგვიყვანეს მივასვენეთ სახში მთელი თავის ქალაზე ცოცხალი ადგილი არ იყო და ისეთი ნაცემი იყო მიუხედავად იმისას რომ ჩემმა მეუღლემ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწია და ყველა წინააღმდეგობის გარეშე წავიდა სამხედრო პოლიციაში საქმის გასარჩევად არ ვიცოდით რა ბრალი გვედებოდა მაგრამ ისიც იყო სამხედრო პირი პოლკოვნიკი და იცოდა რომ უნდა წასულიყო და დასამალი არაფერი არ ქონდა ჩვენ და გასაქცევი. ერთი კვირის რამოდენიმე არც არის რამოდენიმე კვირის სერგუთეთრას სამწუხაროდ არმიის შესაძლებლობები ნორმალურად ეგრევა მისი შვილი მოგეცემდა აი ისეთი პერიოდი იყო რომ მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ რომ ხმა არ ამოიღო ხმა არ იყიროთ იმიტომ რომ აშინებდნენ ოჯახით აშინებდნენ შვილი ნანოხეთრაძეს და ესეთ მდგომარეობაში მოხდა რამდენიმე დღის წინ გასწავლეს მადლობთ. მადლობთ.